ვიდეოში დღეს თქვენ ახავთ გადარჩენ Minecraft Hardcore-ში 100 დღე, ნაწილი პირველი დღე ჩვენ გადავრჩებით 10 დღის განმავლობაში. აქ ჩემი გუბანიკას დაუკრავთ წერაქვით და გადავწყვიტე მომეჭერ ხეები, რადგან მომავალში ხეები ბევრი გამოგვადგებოდა. შემდეგ სამაინეროს ჩავიდა ქეივში, მოიტანა ცოტა ქვები და ქვალიც. შემდეგ მეც ჩავედი და მიგდო მატერიალები რაც მოიპოვა და გადავწყვიტე რომ გავიკეთებინა წერაქვები ჩემთვის და ნიკასთვის. ნიკას გავუკეთე 3 წერაქვი, ხოლო ჩემთვის 1. და ნიკა სამეინთურად ჩასულიყო. დეგ მე და ნიკა დავიშალეთ, რადგან საჭმელები აგვეღო. აქ ცოტა საჭმელი ავიღეთ და რკინას დავინახე. შემდეგ რკინაზე გადავედი, რადგან თუ არაფერი ფარი მაინც გქონიყო მე და ნიკას, რომ დაცულები ყოფილიყავით. ავიღე რკინები და გავაგრძელე მე ისევ საჭმლის აგროვება. ნიკა მითხრა რომ კაი ადგილი პოვა სახლის გასაკეთებლად და მეც წავედი. გზაში ორ-ორ შემხვდა და ეგენით მოვყალ და გავეშურე იმ ადგილისკენ, რომელიც ნიკა მიპოვა. შემომაღამდა და ვიღარ დარბოდი უკვე და ნიკაც დავინახე და თურმე დაბლა ქონა მიწაში ჩათხრილი და გამოქვაბული სავით ქონა გაკეთებული და მეც ჩავთხარი და ჩავხვდი მან და მოიფიქრეთ მე რომ აქ გავეკეთებინა სახლი და დავიწყეთ გაფართოება. ბოლოს ესეთი სახლი გამოგვივიდა დასაწყისისთვის ნორმალური იყო, მომავალში უნდა გაგვერამაზებინა და გავეკეთებინა. ეს კი შეიმოფიქრებული იყო, რადგან ზომბები არ ჩამოშორდნენ. და მაღლა ამოვედი და აქ ტრიდენიან ზომი დავინახე და იმის იმედით ვკლავდით, რომ ტრიდენს დავიგებდა, მაგრამ უშედეგოდ ასაფრით ჩამოსასვლელი დავაკეთეთ პატარა. ესეთ მოვტეხე რადგან მაღლა გამეკეთებინა და ერთი კიბე მაკლევდა და ზედმეტი კიბეები აღარ გავაკეთე და მაგის უდიზე ამოვიტანე ეს. ნიკა დამეხმარა რომ ზომბი მომეკლა და აი ესე დავაყენე ჩვენი ტრაქტორი და ჩასვლილი სახლის კარები. გადაწყვეტე სამაინერო ჩავსულიყავით, რადგან რკინები არ ქონა ბევრი, რომ გაგვეკეთებინა ფარის რკინები ქონდა, მაგრამ აბიჯარიც გვჭირდებოდა. სახანი თხრის შემდეგ ჩვენ ვიპოვეთ ქევი. პატარა ქევი ჩანდა, მაგრამ იმედები გქონდა, რომ რამე კარგს ვიპოვდით ამ ქევში და გამოკლება დავიწყეთ. და იმ ქევში ვერაფერს პოვნის შემდეგ გავაგზავნეთ დაბლა გზა, რადგან ცოტა მატერიალები აგვეღო. აქ ცოტა ხნის თხრის შემდეგ ქვალ რკინა ვიპოვეთ
და გადავწყვიტე რომ ავსულიყავი მაღლა რადგან გამომიწვა რკინები. ნიკამ დამიგდო მატერიალები რაც მოიპოვა. მე მაღლავი მაღლავდი რადგან ამიღო ცხვრის ბურტყლი და გამეკეთებინა ლოგინი. წეროს გაკეთების შემდეგ გავაკეთე 2 პაკეტი, რადგან წყალი ამეფრო და ბარეთი ცხარით მოკალი. შემდეგ ჩავალაგე ნივთები და ჩავედი ნიკასთვის რომ ჩამეტანა წყალი და წერაქვი. ჩემთვის იმიტომ რომ გავიკეთე წერაქვი, რადგან მე სამეინო ჩასვლას არ ვაპირებდი და ისევ ქვის წერაქვით ვიქნებოდი. ახლა შემდეგ ნიკამ დამიძახა ჩამოდიო დაიმონდები მაქო. დააგდო ავიღე ჩვენი პირველი 6 დაიმონდიც მქონდა. წავედი მაღლა რადგან გავიკეთებინა 2 წერაქვი. და ბევრი წლების შემდეგ ამოვიტანეთ საკმარს დაიმონდი რომ გაიკეთებინა ბრონი და საჭირო ნივთები, რომლებიც ჩვენ გვჭირდებოდა. და ასევე სანამ ჩვენ ვთხრიდით ერთი დაიმონდის წერაქვიც გაგვიწყდა და ასეთი ნიკა გამეღადავა. ცოტა იქ შემნა შევატო ვიდეოსო და ჩამომისხა წყალი. მეც პასუხად არ დავტოვე და ბლოკები დავუდგე, რადგან პროძინად გამოსულიყო და ჯერ მოეტეხა. და აქ ფლორმულის აქტივების შემდეგ ნივთებიც დამიგდო, მაგრამ ჯერ ნაგვები დამიყარა და შემდეგ დაიმონდის ნაჯახიც მოაყოლა. ჩვენ ესეთი მეგობრობა გვაქვს, ჯერ ნაგვები და მერე კაი. და ავედი ხეებზე, რადგან ხეები ბევრი აღარ ქონდა. და რამდენიმე ხეც მოვჭერე. და უკვე მეორე დღეც გათენდა. აქ კი შემოსაღობები გავაკეთე და თითქმის უკვე მორჩი შემოღობას ცოტა დამჩა და გავაკეთე პატარა ფერმა. შემდეგ კარებები გავუკეთე
წყალით შევავსე ორივე მხარეს. ნიკამ ჩესტი გადიხა და დავამეჩეს ყველაფერი და მორჩი უკვე ფერმის გაკეთებას თითქმის. და უკვე და ნიკამ გადავწყვიტე გავიკეთებინა სახლი. მე სახლის კეთებისთვის მატერიალი მქონდა და დავიწყე სახლის გაკეთება. ძალიან ცუდი სახლი გამოვიდა, ამიტომაც გადავწყვიტე რომ გამეკეთებინა მეორე სართულის, ამიტომაც დავიწყე ეს გაკეთება. ამას მეორე სართულის ჯერჯერობით არაფერი არ ეტყობა, მაგრამ უკვე მალე შეეტყობა. და ბოლოს ასეთი მეორე სართული გამოვიდა და ფლამაზური ყოფილიყო პირველი სართულის გადახურვა დავიწყე. გადახურვას მორჩი და ასეთი გამოიყურებოდა. ასევე ასას ჩამოსასვლელიც გავუკეთე. და ასეთ პატარა სადინებელიც მქონდა უკვე. ძალიან დიდი ხანი ვიწვალე რომ გამეკეთებინა სახლი, ბევრჯერ გადმოცვალე იდეები და ბოლოს უკვე როგორც გამოვიდა თქვენც ნახავთ. და ბოლოს ესეთი გამოვიდა. აქ ჩესტებს ვალაგებდი ნივთებს, რადგან ჩესტებიც უკვე გავაკეთეთ, რომელ ადგილში რა უნდა ყოფილიყო. თუ ხედავთ, შუშები დავამატე. აქ მოაშორე დაიმონდების მატერიალების ჩესტს ეს რაღაც item frame-ი. რადგან მანდ მინდოდა ჩამედო ნაგვები და ცოტა კუთხეში ყოფილიყო, რადგან მიდამეთ გამოსაჩენი არ ყოფილიყო და დაიმონდები გადმოვიტანე წინ. და აი ესეთი გამოვიდა, ეხლა გამოჩნდება ჩემი სახლი. პატარა რაღაც დეკორაციებით გავუკეთე. ბოლოსკენ უფრო დაგათვალებთ როგორ რაღაც გამოვიდა, ფერმაც გავაკეთე, აქ ფერმის ჩესტიც ჰქონდა. შორიდან აი ესე ჩანს. მე ჩავედი დავლა ჩვენი საცავში, დავარქვი და მანდ უკვე ამოვიღე ქვალი ბუხრიდან, რადგან ჭირდებოდა თორჩები. ქვალი სხვაგან არ მქონდა, მომიწია ამოყობა. და რა შემჭირდებოდა თორჩები, იმისთვის რომ გარემოსთან ზომები არ გამჩნდარიყვნენ რა ახლოს და დამედგა თორჩები. სინცხეში კიდე ზომბები არ ჩნდებიან. თორჩებით დადგმის შემდეგ მინდა გამეკეთებინა XP ზომბების ფერმა. თუ ვერ მიხვდით ხა როგორი ფერმა როგორ ვაკეთებ ფერმას, ეხავე დაგანახეთ. როდესაც უკვე საკმაოდ დონეზე ჩავედი, ცოტა მაღლა აშენება გადავწყვიტე. დავიწყე შენება, უნდა ამიშენება სადღაც 10 ბლოკიდან უფრო მაღლა, რომ ისე გამოსულიყო ერთ-ერთ წამში მომიკლა ზომბები. და აი კიდე სასწაული მოხდა, ბლოკები ბევრი აღარ მქონდა, ამიტომ გავაკეთე კიბესავით, რომ ამოქსულიყავი. და ეხა უყურეთ, ვინ გავჩითე. ვარდისფერი ცხარი. მართლა არ შემეხებია ჩემით. დასპაუნებულია 0,167% არსებობს მაგის შანსი, რომ დასპაუნდეს. და მე მართლა რა გამეკეთებია. თვითონ დასპაუნდა და ისე გამიხარდა, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. და რაც მოვიფიქრე ის ორო შემეყვანა და დამემწყდი აქ. აი ხემა თუ ერთი ვარდისფერი ცხარის გვეყოლება ჩვენ.
2,000 years later. და დიდი ხნის მერე გავაკეთე ეს წყლის ჩამოსასხმელი, მაგრამ ერთი არასწორად ქონდა და მაგის გული გავასწორე. ეხლა სწრაფ პუბლიკაციას ჩორთავ, რადგან განახოთ თუ რამდენად დავიტანჯე ფერმის აშენების დროს. ძალიან მიღლები ხო ამ ფერმის აშენების დროს. და აქ გათენდა მეათე დღე, მაგრამ მე თამაშის დროს ვერ დავინახე, ამიტომ ვითომ არ გათენებულა, გავაგზავნე ეგრევე. ვერ შევამჩნიე, რომ მეათე დღე იყო და ვიდეოს დასრულების დროც იყო. მაგრამ რადგანაც ვერ შევამჩნიე, გავაგზავნე ისევ ფერმის შენება. და აქ კინაღა მოვკვდი და დამთავრდა ჩვენი ჰარდკორი მეათე დღეზე. ერთი საიტვალების შემდეგ მე დავდე ბლოკი და დავამთავრე ჩვენი ფერმის აშენება. შემდეგ ჩავხტი დაბლა და აქვე დავინახე, რომ მე-11 დღე იყო, გამიკვირდა, რა მალე გავიდა მეთქი. მეგონა რომ მეათე დღეც არ იყო ჯერ. ეს ავიღე წვექით დავასხი, რადგან ჩემს სახლს წყალი არ მისულიყო. და აქ მეთქი წყალზე დავხტევი მეთქი და მიწაზე რომ დავხტი აქ ბევრი გული დამაკდა და კიდევ ბებიზნომი გავამეტი და შეშინებული გავიქეცი ეგრევე. გავიღვიძე და მე-12 დღეც გათენდა უკვე. და ეხლა განვიხილოთ თუ რა გავაკეთეთ ამ ჩვენ 12 დღეში. პირველ შევიდეთ მაღლა, რა თქვენთა თვალებრივ არ მაქვს კარგად და მაღლა გავაკეთე აი ესეთი პატარა რაღაცეები დეკორაციების პონჩი. ეხლა მოდი ნიკისკენ წავიდეთ, ნიკამ გააკეთა აკვარიუმი და ეხლა გარედან დაგავთვალინოთ სახლი. ჩვეულებრივი სახლია, ცოტა მახინჯი კიდევაც. თავიდან გამოგადგება, აქ კრიპერი მოვიდა, მეთქი არაფეთქდა, მაგრამ აფეთქდა და მაგის გულიზე რამაც კადე რომ გამოსულიყო, თავიდან მომიწია მიწის ამოვსება და სახლის შევსება. ეხლა გავაგზავნოთ განხილვა. წიდან აი ესე გამოიყვება ჩემი სახლი. მეგონი ლამაზია, აქეთ კიდე მყავს ვარდისფერი ცხვარი და პატარა ფერმაც მაქვს. და მოდი ხა დავთვალოთ შიგნიდან თუ როგორია. საძინებელი მეგონი ნორმალური გამოვიდა, მე აქეთ მაღლა ასასვლელი და ხა კარგად გავიმხილოთ უფრო როგორაა მაღლა. პატარა ჩესტები გავაკეთე, რომელშიც რაღაცები დევს. შემდეგ ჩვენი საცავი, თავიდან პირველი სახლი, მაგრამ ეხლა საცავი, უბრალოდ ქეფში ჩასვლელი აქვს, მეტი არაფერი არ არის. და ეხლა წამოვგანვიხილოთ ფერმა, რეიდ ფერმა თუ როგორი რა გავაკეთე ზუსტად. აქ უყურე მეთქი კრიპერი ხო არა ამით და არ ყოფილა, მაგრამ სკელეტონი დამხვდა. და გადავწყვიტე რომ მომეკლა, რადგან ეს ტვინი შემიჭამდა. კიდე ერთი სკელეტონი გიდან კენწლავენ, მაგრამ ვერ მკლავენ. ახვტი, დახვტი და მავკალი ყველანი. და შემდეგ ჩავედი რეიდ ფერმაში. ის გამიფუჭეს პატარა. აქაც სკელეტონი ნახოთ, ესე იგი სკელეტონები არ მიშვებიან. მეგონა რომ კრიპერიც იქნებოდა, იმას არ ჩავდიოდი. რომ დავინახე კრიპერი არ იყო, სკელეტონი მოვკალი. აი ესეთი ფერმა გამომივიდა. აქ იყება მობები და შემდეგ კლავ. გამოვავსე პატარა ხვრელი იყო. ჯერჯერობით ლუთი ნორმალურია.
და რა მე მგონი თუნდაც დღისთვის ისეთ ვასე ნორმალური რაღაცები გავაკეთეთ. თუ გინდათ რომ დაიდოს კიდე მე-20 დღე და 100 დღემდე ავიდეთ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და შეხვდებით მომდევნო ვიდეოში.